აღდგომა იქნება სხეულებრივი. და არ იქნება ეს სული რაღაცა მორთქლი. ამაზედაც რო დავხარჯოთ ცოტა ენერგიები, მე მგონი კაია სანამ დავტოვებთ ქვეყანას. სანამ და არ დაგვიტოვია ვის სიყვარულოდ, ვის ამტკბილოთ, დაატკბეთ რით საჭიროა და ჩაცმაც საჭიროა, სუფთად გეცვას, კარგადაც გემრიელად იყო, ტრანსპორტიც ქონდეს ამისა, მაგრამ ეს არ არის წამყვანი. სახლით დროებითია, დღეს შენია, სახლით ხვალ არ იქნება. ამასინათ ვიგონებდი ესეთ რამეს გვერდზე მეზობელი თბილისში. მეზობლები ყოველთვის ჩხუბობდნენ მიწა და აქით გადმოწია. წყალობდა ჩემზე გვერდზე მეზობელი, სახლი როგორც იქნა, სულ ჩხუბში გაატარა, ღობე დაარტყა, აბა ვაზი გააშენა, სულ იყო მთელ ამბავში. გამოხდა წლები. ვინც მაგასაც ჩხუბობდა, ისეც აღარ არის ახლა თბილისში, გარდაიცვალა ყველა და ამ სახლშიდაც ის კაციც გარდაიცვალა, ცოლიც გარდაიცვალა. შვილი გოგონა გაუთხოვა და ახლა გარდაიცვალა. ის ბიჭი რომელიც დარჩა და ცოლი და შვილები ყავდა, თითქოს ის გააგრძელებდა სახლი, სადაც მამამ ჩააქცია მთელი გულბოყვი და მოაწყო და ყველაფერი და კერძოა და კარგად არის და ტერიტორიაც დიდია და უკვე სახლი მთლიანად მაგ ჩაიგდეს ხელში. ჩააყენა ცხოვრება იმ მდგომარეობაში, ბანკის ვალების გამო სახლი გაიყიდა, ამით გადაიხადა ვალი ბანკისა და დარჩენილით რაღაცა რომელიღაც ტერიტორიაზე, თბილისის ტერიტორიაზე კორპუსში შევიდა საცხოვრებლად. ის სახლი ვინც იყიდა, მთლიანად მიწასთან გაასწორა მყიდველმა, აბსოლუტურად მიწა ყველაფერი აჩეხა და სრულიად ახალი სახლი დადგა. ეხლა ამ გადასათხრიდან ის კაცი რამდენი იწვალა რის იგულისდეს. იქ ნასახიც არ არის, რომ ოდესღაც ცხოვრობდა კაცი, რომელიც მთელი გულბოყვი ჩააქცია, მაგრამ სულ ჩხუბობდა. გვერდზე მეზობელთან რო ვერ იყოფდნენ რაღაცას და ბოლოს მერე რო შეისყიდა ის ნახევარიც. აი იმის თვალებით შევხედე იმას და გული ჩაგწყდება. შვილმა ისეც კი არ გააკეთა, რომ დარჩენილიყო იმ სახლში და მამის ცხოვნისათვის ეს ამ სახლში გაეგრძელებინა ცხოვრება მის შვილებს და შვილიშვილებს, გამიგეთ? რა იცოდა იმ კაცმა, რომ ერთ ჩვენერ დღეს რომ მე გვეთქვა ეს მოგეწევს, არ დამიჯერებდა. ესე იგი, სახლიც კი არ არის შენარჩუნე, სულ ყველაფერი ვინც იყიდა, სულ გაასწორა მიწასთან. მთლიანად ტერიტორია დაიტოვა და იმ ტერიტორიაზე მაგარი სახლი წამოჭიმა. ჩვენ გვერდზეა მეზობელი, ეგ მითხარ ჩემო ბიძაშვილმა რა. და უცებ მე აიშალა ფიქრები, რა არის რა ადამიანი რა. დამენანა სადღაც ის კაცი, იმიტომ რომ ხშირად მეც ვეხმარებოდი, ბიძას ვეძახდი პატარა რო ვიყავი ჩვენთან და რაღაცა მოვიდოდა სამშენებლო, ვეხმარებოდით მეზობლები ერთმანეთს კერძო სახლის მშენებლობებზე, ხო? კარგი კარალიოკები ქონდა, იქ აუზი, გადავდიოდით ერთად ჭიქას სვამდით, ხო, ღვინოს ჩვენ ხო, მაინც მამის ტოლაკაცი იყო, მამა ჩემის და ესე უდგებოდით ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 25-30 წლის ერთად ვიზიარებდით ყველაფერს, აბა მოვიდა რაღაცა სამშენებლო დავეხმაროთ, დაუძახებდით ერთმანეთს და აშენებდნენ სულ რა. საწყლები, აბა ესა, აბა აი რა ქვია, მოაჯირიანი რაღაც აივანი, აბა ეხლა აბაზანა იქით რაღაც, აბა ეზო კარგი ჭიშკარი, აბა ეხლა მანქანა ეზოში. აღარაფერი აღარ არის, ნასახი არ არის. აი ესეთია ცხოვრება. და როგორ მეგობრებო, რა კვერცხებს ნუ ჩავაწყობთ რა. ხო იცით ზღაპარი კვერცხებს სადაც ყოფს ეს. და რო გამოიცნობ კვერცხებისა და ხლაპ და უკვე ძალა რო კვერცხებში და კვერცხებს მივაგრები აღარა გაქვს, მორჩა. არაფრით არ შეიძლება რაიმეში კვერცხების ჩაწყობა. იმიტომ რომ მაინც აღმოაჩენს, ხო? აღმომჩენი და თუ ჩასაწყობი აგერ ამერთი. სახლიც უნდა კონდეს, კარიც უნდა კონდეს, მაგრამ მთელი ენერგიები ჩადება და რელიგია და ტაძრად რო აქცევს სახლს, ხო იცი? ტაძარი რაღაცა მისტიკური დანიშნულება რო აქვს და სიწმინდე რო არის. აღარაფერი აღარ არის. ასე არის სახელმწიფოებიც. სახელმწიფოები იცით რამდენი არ არის? თავისი მატერიალური მეებით აილაგმა მთელი ისეთი მე-13 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვით, ხო ეს ცნობილი რა მინოსის კულტურა, კრეტამიკენი. აუ რა სასახლეები იყო და შლიმანმა ხო გათხრები დაადასტურა ეს ტროას ომის ისა, რომ ეს ლეგენდა მართლა აღმოაჩინეს. და ხელოვნების ისტორიაში ვსწავლობდით, რა ლამაზი დარბაზები ყოფილა. და რა ჟამთა სიავემ და ამ რაღაცა ვულკანურმა რაღაცებმა ქალაქის მთლიანად მიწის ქვეშ მოათავსა და გათხრებით იპოვის. რა განვითარებული ყოფილა რა. არ გინდათ აი ეს მარმარილოებში და ანის არტემიდას ტაძარი რო დაწვა. სულ მარმარილოებში იყო ათენშის ტაძრები რა. ხო ესე 7 საოცრებაში ერთ-ერთი არტემიდას ტაძარი. აღარაფერი აღარ არის, ნანგრევებია. მინოსის კულტურაც აღარ არის და
არქეოლოგიური მასალებით წიგნებში მოთავსებული სწავლობთ ჩვენ ისტორიკოსები, ეს ხელოვნების იქნება თუ ისე ისტორიკოსები, ხო? და ეს არის ეს დააწესა და რამდენი რამ წარღვნამ დამალა, ხო? რა ცივილიზაცია იქნებოდა წარღვნამდე? რა ცივილიზაცია? და წარმოიდგინეთ რა მოხდა, ხო? და ეს ჩაწერილია, მაგრამ აღქმული როგორც ზღაპარი ისე ადამიანებში. ახლა ჩვენი ქვეყანა, დედამიწა ჩვენი შექმნილი არ არის. და ამაზე უნდა ფიქრობდეთ რა არის, როგორ არის და ამაზე ფიქრობდნენ ძველი ანტიკური მოაზროვნეები და ჩვენი თანამედროვე მოაზროვნეები საერთოდ რა ვიცი, ტვინიან გავუქრათ ყველას თუ რა შეა საქმე. ისევ საზრდოობთ იმ ძველი ინტელექტუალების დანატოვარი მემკვიდრეობით. და გვახარებს ეს, ხო? და გვასწავლიან, რომ მოაზროვნე ადამიანთა სიამოვნებაა ესა რა. რომ აზროვნებ რამხელა სიამოვნებაა იცით. თავისუფლება ხო მაგაში არის. და ნახეთ რა ხდება და 100 წელს მერე ვინმე დარჩება კიდე აქ. სულ ყოველთვის მიყვარს ამის აი დღეიდან ვინ შემოდის 100 წელს მერე ეს აღარავინ აღარ იქნება ამ დედამიწაზე. სხვა იქნება და ეხლა თუ 8 მილიარდი 400 მილიონია შეიძლება იყოს 50 მილიარდი. აღარ იმრავლება ამას რა ვერანაირად ვერ ამცირებენ მოსახლეობას. სულ ამაზე არ არის ჩარიჩოს თავრობა რომ რამენაირად ეს შეამცირონ მოსახლეობა. დამატებითი პრობლემები რომ აწუხებთ მას ეს ხალხის გამო. ხედავთ, ეს დედამიწაც დაიწვება, დასაწყისი აქვს და დასასრული აქვს. ამიტომ თუ ამით თარდება ჩვენი ცხოვრება, ჩვენ ყველა ტრაგიკული, ყველა ცხოველზე თან შედარებით, ყველაზე ტრაგიკული ადამიანი. არა ადამიანი უკტავია, ხალხო უკტავია, ამან დაგვაფიქროს რა. აი ახლა ლევან პირველი რო გადავიდა, ის კი არ გამქრალა. აი ახლა იწყება მაგისი, ნამდვილი, აი იქიდან კი ვერსად ვერ გაიქცევა. ხო, აი მიატოვა სხეული მიწაში ჩააგდებენ, მიატოვა სახლები, ყველაფერი, ყველა ენერგიები დამთავრდა. მისთვის ყველაფერი დამთავრდა აქ. ჩვენთვისაც ყველაფერი დამთავრდება აქ. და რა უნდა წავიღოთ? ამიტომ ცხოვრებას კი არ გძალავს ქრისტიანობა. ცხოვრებას და ჩაცმას კი არ გძალავს. ის გვეუბნება რაც აუცილებელი ის მოიხმარე. და რაც აუცილებელი არ არის, აუცილებელი რაც არის, მაგით ცხოვრობს ხალხი. რამავია მილიარდები, 100 მილიარდი, რამავია ფეხბურთელს 100 მილიონი და კაცი გახედნილი არის და ხელფასიც არ აქვს ნორმალი გამოიკვებოს. ეგ სწორია. ნახეთ რა უსამართლო დედამიწაზე ვცხოვრობთ. ესე გართობაში მილიონები, შრომაში კაპიკები. გართობაში ჰოკეისტი, კალათბურთელი, ეს მილიონებია, განერთებული. 100, 30, 50, 8 არ ყოფნით. ეს სიტულვე წინ მიდის და ბოქსიორები, მოჭიდავეები და შემოქმედი ხალხი კიდე, კინოვარსკვლავები. რაღაც სიზრუნილეს გადაიღებ და მილიონი გაქვს. ეს სამართლიანობა არის? ხო, არ დაინგრევა ქვეყანა. დროის ამბავია რა. ძალიან გაამაყდა და გაამაყებული დედამიწა ღმერთს უჯანყდება და დღეს მოწმევართ ჩვენ პლანეტაზე ამაყი ხალხისა, რომელიც ღმერთს გამობენდა ღმერთის ადგილზე. არც კი იციან ისეთ ღირებულებებს აბატონებენ, რომელსაც არ მიიჩნევენ როგორც რეალობად სატანას. აი ეგ შემოვა თუ შემოვა მერე და რა მოხდება, ეგეც გვამცნო ღმერთმა. აპოკალიფსის სახით. ხშირად რომ ადამიანები კითხულობენ ამას, უფრო სწორ ცხოვრებას დავადგებით და დროებით ცხოვრებაში ადამიანურად ვიცხოვრეთ და მერე მადლობას მოვიხდიდით და იქით შეხვედრამდე. იქით შეხვდებით ხალხნო ერთმანეთს გამიგეთ და ღმერთმა ქრაცუს სადაც მიდივართ ღმერთი იყოს. აქ გვესწრება. მაგრამ იქ იქნება. აქ გვესწრება, მაგრამ არის ერთი ადგილი, სადაც არ არის და სადაც არ ესწრება. ესეთი ჯოჯოხეთი. არა ჯერათ და ვისაც ჯერა მაშინ როგორც იტყვიან, გვაცალეთ და გაგვატარეთო რა.